5 ჭამ კი არის, მაგრამ ეხლა ვეთქვი რომ რა ბილიკზეც მივდივარ, ის ბილიკი ჯერ გავლილი არ მაქვს. თუმცა იმედი მაქვს რომ ადვილად გავი. კი, ერთად გავივლით და შთაბეჭდილებას რასაც ნახავთ, მე გაგიზიარებ და ასევე გეტყვით ახლა ვიღაცები მიყურებენ უეჭველი და იტყვია რომ რა არა ხარ ნამყოფიო ჭილისწყლის მიმდებარე ხარო? ჭილისწყლზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ჭილისწყლს უნდა გავწდე და დიდგორის მონუმენტზე უნდა გადავიდე. ეს არის ძველი საოფლოვადე გზა, რომელსაც იყენებდა ოფლოვადერები და გვინდა რომ ეს ბილიკიც იყოს ათვისებული, ვინაიდან ვთვლი რომ ძალიან კარგი მარშრუტი არის საფეხმავლო ტურიზმისთვის. ამოვედით საბოს საყვარელ ადგილას ჭელის ტბაზე და მეთქი მე ვილაპარაკებ რაღაცებს თუ არა. მე რაღაცა უნდა მოხდეს თავში და ამიტომ ისე საბოს დაუწყობ ჭელის ტბაზე. ჭილის ტბაზე ვართ. თბილისის თავზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია სარეკრეაციოდ. სამწუხაროდ გაიყიდა და ჯერ არაფერი ხდება, მაგრამ გვპირდებიან რომ დიდი სასტუმრო დააშენონ. კარგი ადგილი იყო როგორც საფეხმავლო გზებისთვის, ასევე საოფლოვადეთ, შაბათ-კვირის დასვენებისთვის ხალხი ამოდიოდა პიკნიკობდა. ზიპლაინით კაი გამოდიოდა ხოლმე. ზიპლაინით ქონდა ხოლმე. ერთი ჩემი მეგობარი აკეთებდა რა. ზიპლაინიც კარგი იყო ხოლმე. და ეს ამ მარშრუტის ერთ-ერთი ყველაზე პირველი პოინტი არის, რომელსაც ვნახულობთ. და ეხლა ვაგრძელებთ გზას დიდგორის მთისკენ. ეს იქნება რიგით მეორე ადგილი, სადაც შეგვიძლია ვნახოთ და დავტკბეთ თბილისის ხედებით. შემდეგ უკვე დავეშვებით ქვემო და დავიწყებთ მოძრაობას დიდგორის მონუმენტისკენ. და დავამატებთ ერთ რომ აქ არის მარკირებები გაკეთებული, მაგრამ ზოგან აქაურმო ცუდმა ბიძიებმა კურდღელზე ვერ მოინადირეს და დაზიანებულია ზოგადად. ხო, მარკირებებს მიაქციეთ ყურადღება, დატანილია ყველა ინფორმაცია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს. აი ჩვენ ახლა მივდივართ დიდგორის მთისკენ, სადაც გვაქვს 4 კილომეტრი გასავლელი. აქეთ არის სოფელი თელოვანი და აქეთ სოფელი დიდგორი. ჩვენ ამოვედით მუხათგვერდის გზიდან და შეგიძლიათ ამ სამივე გზით ისარგებლოთ და ამოხვიდეთ ჭილის ტბაზე. მარშრუტი არის ადვილი, თუმცა ცუდა მინჩი რთულდება ხოლმე, ვინაიდან ტალახი იცის დიდძალი და ამიტომ გირჩევთ რომ სველა მინჩი მანქანით და ასევე ფეხით არ ამოხვიდეთ. ხაური თხე ვაფშე არ მევოცება რა, არანაირი ხილი არა მარტო. ბიჭო, გონი შენ ვიღაცებს ეზოში ლაშქრობ, თორე ხეში ნამყოფს არ გავხარ. ბიჭო, არა ხეში რო ხილი გინდა. რატო ეხა კაი თხემალი ალუჩა, რავი, ყურძენსაც თუ ხელს გამოვაპარებ სადმე. ა გეუბნები ვიღაც ეზოში ხარ შენ ნამყოფ. რა ვიცით, მაო. კაი სიმინძე ხარ გაგილაშქრი და რაღაცა? რა სიმინძე, ბიჭო. ხო და მაგიტოვა აქაურებო ცოტა არის ციანი თხეში რაღაცების დათესვა რა და იქით იციან. საით. დასავლეთისკენ იციან. დასავლეთის რომელ თხეში გინახია პანტა. ავი აგე მოხატავში ჩემი სოფელი და მეორე სოფელში რო გადადიხარ მოკლედ. ხო, ვიღაც ეზოზე, ხო? ხო. არის კრება კარგი დანა. ეს სუპერმენი საქართველოში. ხელები ცოტა აწიე, ხიპი გამოაჩინე. ახალი გემო Red Bull-ი შესვენებაზე გაფრთხილება და წასვლით ესწრება. არაფერ რეკლამას არ უკეთებ. Короче, 5 კილომეტრი და 5 კილომეტრიდან შეგასავლელი და 2 საათი. საათი და წავედით? ისტორია ეხლა გეტყვი. ეს ერთი გოგო. და აი თუ დააკვირდები გულის ფორმა აქვს რა დღეს რა და გადაწყვიტა რომ ამ გოგოს რა გაიკეთებინა, რა გაიკეთებინა ისტორიაში დარჩენი მიხო და გაურკო ხეები რა და იმ გოგომ გადაიფრინეს თვითმფრინავით რა. რომ დაინახა
გაგიშდა სიხარულისგან და აი მთის წვერს შეასკრები მე თვითმნავით რასაც წყალი იქ. აი არ წაუგციოთ მაგას ხო? ესეთი ტრაგიკული ისტორია აქვს ამის. საბოს აზრით მონახილები არ ვიკარგებით უნდა. მაინც თავი რო დავიზღვიოთ დიდმა დავით საბოშუმა გადაწყვიტა ბილიქს შევამოწმებო და ჩანთა დატოვა და წავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ საბო დაიხალა და მაგის ჩანთა მაგის ემესარის ჯოხების კიდე. და ესეთი ამბებია რა. უჩუჭამ გაშალა თავის სანაკებო კარავი. ის ვაგლახით. მერე ჩემსასაც გავაშლევინებ. მე პრეზენტაციას გავაკეთებ ემესარის კარავზე რა. კიდე დაგეცო. აი რა, მე ჩემი სალევა მერჩევნი. მოკლედ ესეთი ამბავია რა. დავინახეთ ტბა. ვაუ, დავიძახეთ. ან რუკაზე კი ხედავდით, მაგრამ პირადად აქ უნდა ნახე, დავინახეთ, ვა რა მაგარი ტბა არის, რაღაცა ჩამოვედით და ნუ არ ვიცით რა, ეხლა თუ იმეს ის არის, ბოდი არაფერს არ ვაშავებთ, არაფერს არ წავიღებთ და ასე შემდეგ, მაგრამ აი იცით რას გავს აი კოლუმბიაში ნარკობარონებს ტყეში პლანტაციები აქ თოლე დაახლოებით ეგრე არის რა. რაღაცა ქოხი დაბარული იქ რაღაცა ძალიან სტრანი სიტუაცია არის, რაღაც სამხედრო ყუთები ყრია აქეთ-იქეთ. ყუის გილზები, მოკლედ რაღაცა ხდება რა აქ და თუ ვერ გვიპოვეთ და ჩანაწერი ვინმე ვნახეთ, იცოდეთ დაგხოცეს. ქართული ნარკოკარტელი იქნებოდა. ზეგვის პასტა. თალისა რა, ვისაც არის თქვენ, წყაროს ნაკი სადმე დატოვეთ ხოლმე რომ წყარო იქით არის ან რაღაცა. ო, არა გვაქვს ეხლა წყარო ფიზიკურად. ო, რა და. თუ კომფორტს გვიტოვინაშები, რა ქვია? ხავის სამეულს სადაც გვიტოვეთ და წყალი. იქ გვინდა და შოკი გვექნება, ჯერჯერობით ვარდენინოთ გამოიმუშავოთ რა. ორი წელი დავდიო. მოკლედ რა ხდება მეგობრებო? ალდაი. ემესერის სოლი. სალევას სოლი. არ არის სალევას სოლი. ან ამ უბედურს კარგი სოლები მიეცით. ან რაღაცა რა არის ეს? აბე, ჩანუდოგი. კემპსორი აღარ კადრულობს ამას. ჩანუდოგი სოლები გინდა ეხა. ფურორი მოვახდინო? გინდა ცრემლი მოგადგეს თვალზე? უფრო თხელია. დაიჭი, არ დაკარგო, დაიჭი, ჯაჭი მან ჩააბარებ გამოგადგებ. ზადო ჩემი იღუნება. ჩემ გაქვს. იქამა. დაიჭი. ხლები ხო დაგჩვენე. ხო. მაგას გადავწყვეტ. ლობიო! ეხა ვაპირებ ლობიოს შეცხელებას, გაცმობზადებას. თავისი პური ყველის საუზით, ვალენტილისთვის გვაქვს კარბონარა. საბომ გაადრო თავის. შევჭამ, მოვიხოდებით და მერე უფრო მეც დაგელაპარაკებით. ან ჩვენ შევჭამთ, ან კოღოები შევჭამთ. აი კოღოები. ფოთი აღარა პირველად გინდა. აიცა. ჩვენი ოპერატორი ისეთ სახით გვიყურებს, რომ ცოტა სწავლსვე რომ აჰა, ჩემო ძმო. აჰა. მარტო ჩვენი კი არა აქავრობა. აჰა. ესეთი ყველისოური უნდა გიგოს სახში. ლობიო კოღოტი. ძველი იტალიური ტრადიციული კერძი არის. თუ ძეში.
გასუნე. ანტიკოღო. სმით არ სვავ ხახლა. ქევა კოღოები მაინც დააფრთხოს. ატო წანზე იზილავს. ამადას არ ჩალო. ლოთებთან ბოდიში, მაგრამ რა გიყოთ? სანამ ღიბს დავიდებდი ჩემო ცაბო. ეს მაინც fun action მომენტებში უნდა გავიდეს და ამას ღიბი რავი ოდითგან ვეადევს. ხუჭიჭა გაუშვი წყალზე. აი ეს მომიტან, აი. რა გინდა ძმო? ფლორა, ფაუნა. ხო დაიწვინო, ეგეთი ტბა არის. იმ ტბაში არის ბანო. როგორ ველოდებით? შურით ნუუყურებთ რო კოზი მაქვს, ბიჭო. კოზით ჭავს კიდე ლობი. ასე ხდება ხოლმე რა მეგობრებო. როცა გამოცდი მოლაშქრეს არც კოზი აქვს, არც ჯამი და არაფერი. რაში ჭამს? Old school. რა ვიცოდი ლობიოს თუ გავიკეთებდი. მეთქი ზოლებურად რაღაცა. ანაკომისაც ხო უნდა? ანაკომს აღარ ჭო, კალბასი, შმალბასი. მე ლობიო უნდა ჭამოს. ჯერ ხედავს, ნო. დელიბერიც არის. კი, კი. პირველს ასეც ვიტყვით. ჟონიოის ასეიდო ბილიკია. მაგრამ ჯობია რომ დიდგორიდან დაიძრათ. მერიდან აქედან სულ აღმართებია, მე თორე დიდი აღმართები არ არის, მაგრამ მაინც არის აღმართები. პირველ საბანაკეთ კარგი ადგილია ეს ადგილი. თუმცა ძალიან ბევრი კოღოებია ახლა ამჟამად. ასე ამხელები. როგორც ნახეთ, ანუ აქ სავარაუდოდ რაღაცა სამოდის და სოფლის მავნეობის საქმიანობას ეწევა, ვინაიდან კარტოფილი, კომბოსტა და რაღაცები არის დაწესილი. აქედან გამომდინარე, თუ ამოხვალთ, ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ მათი ნაკვეთები არ გადაჭეგოთ. ანუ მანქანით არ გადაუვაროთ. ასევე წყალი არ არის. რაც თავარია ეგ არის, წყალი არ არის და ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წყალი წამოიღოთ, ვინაიდან ჩვენ გუგლით ავდებოდა 12 კილომეტრია დაახლოებით აქამდე. ხო, და წყალი არ გვხვდება არსად. ეგ გაითვალისწინეთ, რაც დღეს გამოვიარეთ და ქარიანი ადგილი, აქაც უხარი უბრალოდ. არ ვიცი ჩვენ დაგვემთხვათ ეს თუ არა, მაგრამ ზოგადად ეხლა საქართველოში ისეთი ამბებია, რომ ქარია და სავარაუდოდ აქაც მაგიტომ არის, თუმცა იქნება რაღაც პერიოდი, როდესაც ქარი არ იქნება. წყალი არ ვიცი, შეიძლება არის ჩვენ ვერ მივაგენით და არ ვიცოდით, მაგრამ ნუ რაც გამოვიარეთ ადგილები, არსად არ შეგვხვდა არც წყარო, არც პატარა მიწიდან ამოსული ნაკადული. აქედან გამომდინარე იქონიათ ხელოვნებაში რომ წყალი აუცილებლად დაგჭირდება, ვინაიდან საკმაოდ ცხოვარი მზის ქვეშ გიწეციარული ტყეებით ის არ გვხვდება გზაზე და ძალიან ბევრ წყალს დაგალგებთ. ეს აკაი აბინდები არისო ეს დღეებიო ნესლე ვერ დავინახე ცივით ცალ კარვიდან გამოსვლა ლამბასი ოკ გარისაც აბუ მარტო აუ ერთი ოჩე და აი ძალიან სტუმრია და სოლო მოლაშქრეები ვიცახართ რესპექტ ჩემგან ხმის გამცემი რო არ აკავს და ტყეში ფოთოლი რო ვარდება და იმის ხმაც რო გესმის სიარგი გამძაფრებული ყველა შეგრძნება ჩემი არ არის და ძალიან გავიგინე ძალიან ათი სარცინებია და ტერენტეტან და მაიმუნების ხასიათდება ეს უნდა შევიტანო იქ კარავში და თავში მე ავდექი დავიღვიძეთ და წრესაც წუთია რა
თელი ან ცოტა ადრე და ახლა წლის ნახევარზე თელი ბანაკი იყო ნისლში რა და ეხლა ცოტა გადადის და ერთი ცოტა ხანი კიდე გავჩერდებით ნახევარ საათი 40 წუთიო იქნება ნისლიდან გადავიდეს იმიტომ რომ იცის ხოლმე და მერე გადადის რა და მაგის იმედი გვაქვს თუ არა და დავიწრებით ნისლში სხვა რა გზა არის დილის ყავა ეგრევე მავიხოდებით ეგრევე და გავორდეთ ეგრევე კარბონარას ნაირს რა ეხლა ბევრი ინგრედიენტი არ წამოვიღეთ მაგრამ გემრიელი რაღაც გამოგვიყვება მოვხარშავთ მაკარონს რაღაცები დამიწყებენ ეხლა მაკარონი არ არის და სხვა სახელი ქვია და რაღაც ისა ძალიან გეწყინებათ პრესცენტს მიმართ არა, ძალიან კარგია რა, კარგი გარემოა, კარგი ის, მაგრამ ცივა რა. ცივა და ხუთი და საჭმელს მიჭამს. სატო ბეკონი შიშხინებს. ეგეთი ამბავია რა, საჭმლის კეთება განთავრებული მომიცხებებია. უჩრან ჭამა დაიწყო და? ო, ცოტა მოიხოდება ეხლა და გემრიელია. მე უკვე დავიძრებით და სიარულში კარგად გავხურდებით რა. დღეს ყვა 10 კილომეტრი გასავლელი და სულ რაღაც 400 მეტრი ასაკრები რა და ასე აქედან გამომდინარე ვფიქრობთ რომ რაღაც ცოტა ხანში გავიდეთ. აა 10 წუთები არის. ვიშლებით და მივდივართ 26 მაისის აღსანიშნავად დიდგორის მონუმენტი. მორჩით ყველაფერი დავალაგეთ, მივასუფთავეთ და დავიწერით უკვე დიდგორისკენ. ავიკარით, ჩავიკარით. მივიკარით, მოვიკარით. ცოტა ცივა. და შეფრთხილები მივდივართ. იმედია წინ გაიამბობთ. მოისე მე კარტოფილზე ვაპირებთ აქ ჩამოსვლას და ვინცეს მოგიდებოთ წამოქმნით რომ ამოვიღოთ. იმდენი დავამუშავეთ გუში გადახედეთ. წინ მიყურები სადაც უნდა წავიდეთ და მზე ჩანს და იმედია ეგრეც გაგრძელდება. აკაბუდის უნიკალური ჯიში როგორც GPS მაგვითხრა ჯანი ბევრი გზა მიდის რა იქიდან ორივე გზა ერთ და იგივე მიმართულებით მიდის, მაგრამ მარცხენა სჯობია რა, ზოგადად ესეთი პრინციპი მაქვს ლაშქრობებში, რომ ყოველთვის მარცხენა გზა სჯობია ხოლმე რა. რატო არ ვიცი, ესეა. ხო, ლაშქრობის მეორე საათი არას დავიწყეთ. და წყალი გვაქვს 250 გრამი სამკაცი. ხო, წყაროჯერ არ შევხვედრია. და როცა შევხვდება მოიჭველი, ჩავჭერთ და გეტყვით სად არის წყარო და ნუ იმედი არ ბოლო მეტრები გვაქვს დარჩენილი უკვე დიდგორის მონუმენტამდე. რამდენი კილომეტრია სამოწყალია დამილევია. წყალი არ დამილევია, 7 კილომეტრია. თან თაკარამზეში მოვდივართ და ნუ პრინციპში ახლა ვიღაცები იტყვიან გამოსმოლაშქებს ეგ როგორ დაგემართოთ, მაგრამ რატომღაც წამოვიღეთ კაცზე 2 ლიტრა წყალი და მეგონა გვეყოფდა, მაგრამ არ გვეყოფდა. ჯამში 7 ლიტრა წყალი მქონდა, იმიტომ რომ მე ვაკარხლი მოვხარ შედარხეთ, მაგრამ
არა უშავს, გამოვედით თქვე, თითქმის მონუმენტთან ვართ. ბილიკი ძალიან კარგი იყო. დასასეირნო ბილიკი არის? კი. უმეტესად ჭრილი არის, უკვე აქეთ ხარეს რა, აი ტბის მერე უკვე თითქმის ჭრილში მოვდივართ, მანამდე სულზიანი იყო. მაგრამ ისეთია რა, კაი სასეირნო ბილიკია, როგორც საფეხმავლით, ისე ველოსიპედით და აგერ შეგხვდები კიდევაც მოტოციკლეტებით. ჩემი და ძალიან მაგისტვის ძალიან კაი ბილიკია და სამწუხაროდ ჯერჯერობით ისე აქტიურად არ არის დატვირთული როგორც უნდა იყოს, როგორც შეიძლება რომ იყოს დატვირთული. მარკირებებიც არ არის, თუმცა არ გჭირდებათ, იმიტომ რომ სამოქანო გზა მოდის ძველი. ხო, გზა ძალიან კარგად ეწყობა და ის არის საშიშროება არ არის რა. ხო, და ისა თუ წამოხვალთ ამ ბილიკზე, წყალი გაითვალისწინებთ, იმიტომ რომ წყალი და წერების საწინააღმდეგო რამე სპრეი, მაგრა იქნებიან. დიდი კოღოები. ძალიან დიდი კოღოები არიან, ესეთი არ შემხვედრია. მაღალთია სამეგრელოშიც კი, სადაც კაცი ჭამია ბუზები არიან ხოლმე და ესეთი კოღოები არის დალურჯებული ვარ ფეხებზე. ეხლა ვიღაცები კიდე მეტყვით რომ შორტები არიან რომ მაგიტომო ავქნა ძმაო ცხელა. წყალი მაინც დაამატო, სადე პატარა მენაკინე. ნახინი რაღაცა წყალი ხომ ცივი სასმელი რა. ახლა ერთი პატარა. რა გინდა? კომერამენ რა. ვისაც ეგონა რომ გზა ამერეოდა, ბიჭო, არა მე არასდროს არაფერი არ მერეო, აგე მონუმენტი. აბა, ნენა რა ლამაზია. მოვედით და გილოცავ. გამოვიდი